რა საყვარელია გაგმიფარხა 12-იანით. 12-იანით ვერ გავაკა, ვერავარ ხუთზე, მოვიტეხავ ფერხს. ალფი მოდი ჩემი მეორე სამსახური ჭავჭავაძის 58 ნომერში რესტორანი ვოვიემი შაბათს 8 საათზე ვიტამინი ეხლა არის 11 საათი. მოვედი სამსახურიდან. უბრალოდ გიომმა მიყვანა. ცოტა ხანში გაჩვენებთ unboxings. ჩემი ახალი სპორტული ინვენტარი, რომელიც აქამდე არ მქონია, არ დამჭიროებია. დღეს გამოვიტანეთ პოსტიდან და არც გამიხსნია სახში მინდავს. და ძალიან მაინტერესებს მე თვითონაც როგორი იქნება და როგორ გამომადგება. მაგრამ მანამდე ხვალისთვის მინდა გავიმზადო საუზმე, რომელსაც ვაკეთებ პირველად. აქამდე ცდილობთ ვარჯიშამდე ესეთ მარტივ საუზმეს მივირთმევდით ხოლმე, ან საერთოდ არ ვჭამდით არაფერს, ხოლმე პროტეინი, შეიკი, მაგრამ ამას წინათ მოვისმინე თორნიკე ენუქიძის პოდკასტში. საუბრობდა ჩემი მეგობარი ნანკა ქიზიყურაშვილი დილას საუზმის მნიშვნელობაზე ვარჯიშამდე, განსაკუთრებით ქალებისთვის, ქალის ჯანმრთელობისთვის და ქალის ჰორმონებისთვის, რამხელა მნიშვნელობა აქვს, მით უმეტეს როცა არის ეს მაღალი ინტენსიური ვარჯიში. თუ და გაინტერესებთ, ჩაგიგდებთ ლინკსაც კომენტარებში და მოკლედ გადავწყვიტე მეც ცოტა ესეთი ნოყიერი საუზმე გამეკეთებინა ჩვენთვის. აუცილებელი არ არის ეს საუზმე იყოს სულფასოვანი და გავსკრეთ და დავნაყრდეთ. ანუ სულ რამდენიმე ლუკმა, 2-3 ლუკმაც საკმარისია, რომ ჩვენმა ორგანიზმმა და სხეულმა უსაფრთხოდ იგრძნოს თავი და კარგად შეძლოთ ვარჯიშის შესრულება. დაგვჭირდება შვრია, რომელიც ხანგრძლივ ენერგიას გვაძლევს, თაფლი, რომელიც სწრაფ ენერგიას გვაძლევს, არაქისის კარაქი და ქოქოსის რძე, ჯანსაღი ცხიმები და ჩიას მარცვლები. ჩიას მარცვლებზე იმდენი ხანი შეიძლება ლაპარაკი, თავს არ შეგაწყენთ, როდესაც ნუტრიციოლოგიაში არ გადავარდა, ვისაც და გაინტერესებთ, შეგიძლიათ დასერჩოთ და ძალიან ბევრ კარგ რაღაცას წაიკითხავთ, რომ ნუ მაგნიუმი, კალციუმს შეიცავს, ფოსფორს, რაც ძვლებისთვის ძალიან კაია, ვისაც წონის პრობლემა აქვს, მათთვის არის კარგი, იმიტომ რომ დიდ ხანს გრჩება დანაყრების შეგრძნება, როცა ჩიას მივირთმევთ და მოკლედ ასე შემდეგ. გადავიდეთ მომზადებაზე. დაგვჭირდება 40 გრამი შვრია, 40 გრამი არის დაახლოებით 3.5 კოვზი. მე სულ გრამების უმეზარება ხოლმე, კოვზებით მირჩევნია ხოლმე და 3.5 სუფრის კოვზი გამოდის დაახლოებით. 1 სუფრის კოვზი კაკაო, სასურველია, უშაქრო და დაბალკალორიული. 1 ჩაის კოვზი მიწისწყლის კარაქი, ან კრანჩი, ან კრიმი, სულერთია. შემდეგ გვინდა 1 ჩაის კოვზი თაფლი. ამსახურს ვისვრით მერე და ვაყრეთ ჩიას 1 ჩაის კოვზი ჩია გვინდა. კიდევ ქოქოსის რძე დაგვჭირდება. ასევე ეს კარგია მათთვის, ვისაც ლაქტოზის აუტანლობა აქვს. 100 მილილიტრი დაგვჭირდება დაახლოებით აი ამდენია. სულები აქვს. ამ ყველაფერს კარგად აურევთ ერთმანეთში. მერე შევდგავთ მაცივარში.
დილისთვის იქნება შედარებით უფრო ესეთი მასა რა, ამყარი, ესეთი თხევადი არ იქნება. გადავიტანოთ სასურველ ჭურჭელში. ეს გასქელდება ყვალისთვის. ხვალდილით ჭამის წინ ამას გავუკეთებ თავზე იოგურტს, ბერძნული იოგურტს. სასურველია 0%-იანი იყოს და შემდეგ სილამაზისთვის ისევ ძალიან ცოტა კაკაოს მოვაყრე. ესე ტირამისუსავით რომ გამოვიდეს და შემდეგ გავსინჯოთ ერთად. ეს გავაკეთე ახლა ცოტა. იმიტომ რომ წესით უნდა იყოს ძალიან სუყე და ნოყიერი. სავარაუდოდ ერთი ადამიანი ვერ შეჭამს ამას ერთ ჭამაზე. შემდეგაც მაცივაში. ჩვენი ტრენერი. დღეს იქნება ძალიან საინტერესო ეპიზოდი და აუცილებლად ნახეთ. ვისაც CrossFit-ი გაინტერესებთ. რეალურად მან თვითონ სიტყვა გეუბნება, რომ საკვები დანამატია, იმის გარდა რომ შენ რაღაცას ისაკუთრებ. იკორას უყურებ. რაღაც კინოს. რაღაცა ბოივიკების ხმები გამოდის. სროლები და ჩხუბები. ეხა ის არის საფრთხე. ეს ახალ კედებს ამარიაჟებ. რომელი შენ უღებ. შენ მიმარიაჟებ. რას? ხოიც მიყვარს ეს თამაში. ახლა შემისაყოლეთ. ვიცი, მაგით შენგან ვისწავლე. შენ არის ამის გართულებული ვერსია. უნდა გახადო და გაიქცე. ვის გავუკეთე ბოლოს ეგ? ადრე გავაკეთე, მეგობრს. და მაგის უჯრაში ჩავდე. იყო. და მასკები. კოთკოთე. დამბალი კაკაბაძე. იცი? გუშინ სინერის თამაშზე იყო. ეგ რომ უნდა ყოფილიყო ვიცოდი, მაგრამ არ უდევს რაღაც თორები და არაფერი. გუშინ სინერის თამაში ნახა. უნდა დახავს კაი მომაყვებით ახლა. დღეს მირისან ეხლა ამბობს არის ალკარაზის თამაშზე. კაი რა. შორიანი არ ყოფილა რაღაც დროს, მაგრამ ამჟამად დავიბოღმე. აი, კიდე გამიტირა. ხა მეც მომადგა წრემლები. და თან მაგარი პირადა ეთქო, მაგრამ პოსტარი ის არის. აბა. ფეხბურთი არ უყვარს, თორემ შაბათს იყო ისა. დერბი დელამოლე. იუვენტუსი, ტურინის დერბი. შეგვიძლია unboxing-ი. ეს არის thumb tape, ესე ქვია, ანუ ცერტეთის ტეიპი. ხო. მოკლედ CrossFit-ი რაც დავიწყე, ვიტყავე ეს თითი და ბოლოს აი ამ ადგილას, ხო, სანამ სისხლი არ წამომივიდა, ერთ-ერთი ვარჯიშის დროს ძირითადად შტანგაზე არის პრობლემა, იქამდე არ გამოვიწერეთ ეს. მერე მოვიარეთ, ვეძებეთ, ნორმალური ვერსად ვერ ვნახეთ თბილისში, საქართველოში. ო, მარტო ერთი რაღაცა პეიჯი ყიდე და მაგრამ პასუხს არ ვცემდნენ რომ წერდით და. ხო. ამიტომ Amazon-დან გამოიწერა გიომ. აქ. რა რბილია. და უცნაურია რომ ერთ სპორტულ მაღაზიაში ვერ ვნახეთ. ბოლოს დინამოზე ვეძებე. იქ საერთოდ რა არისო მეკითხებოდნენ ეგო. აი მართლა იკითხე. კი, ფოტოს ვაჩვენებდი ტელეფონში რა. ეს არ გამიკეთებია არასდროს და ვიცი, კაი ის კი აქვს. ფაქტურა. ხო. ძალიან ეს არის. დრეკადი და რბილია, არ ვიცი რამდენად კარგად ჩანს. მე ესეთი ელასტიურია და ძალიან ეს არის რბილია. იმ დღეს ახლა ხო, თავარია რომ კანზე არ გეხო. ხო, ანუ სისხლი რომ წამომივიდა, ჩვეულებრივი პლასტერი დავიკარი და რაღაც დოზით იმანაც მიშველა. ხო, და შესაბამისად ეს სპეციალურად მაგისთვის არის და ალბათ ორი ფენა თავისუფლად ეყოფა. ო, ნახე როგორ იხევა. ოპა. ეს საკაიფოთია. მაგრამ მარტო ამაზე იცი რა, აი შუათითზე მემართება ხოლმე კიდე ესე. ხო, მოგეთ ვისაც სად უთხოვს და სადაც უჩენს იმას ჭრილობას და დაზიანებას. და არ ღირდა ძვირი, რა ღირდა?
არ მახსოვს. ნუ 20 დოლარზე ძვირი არ ვიდა, ან 13 ღი და 14 რაღაცა ეგეთ. ესეთი რაღაცები ზოგადად ჯობია ხარისხიანი იყოს და სამაგიეროდ კომფორტული იქნება ვარჯიშისას და ნაკლებ დაზიანებებს მიიღებთ. ხო, თან ყოველ ვარჯიშზე არ გჭირდება. ხო, არა. შტანგა ყოველდღე არ არის, მაგრამ ერთი წამი ჩავდი ჩანთაში. ხო, და შტანგის დღე რო გვექნება, აუცილებლად გადავიღებს და ხო არა გვაქვს. ხვალ შტანგის დღე არ გვაქვს, მაგრამ ისეთი დღე გვაქვს. მეგონი ბევრად უარესი, ვიდრე შტანგა შეიძლება იყოს. ალფი, ნახე რა სამ ტაიპები ჩამომივიდა. აუ, იმით და რაღაცა მოგიგზავნიო, რაღაც ბაზრები მინდაო. რა გინდა მეთქი რა გვაქვს საბაზრო აი ჯაფანი. ამოგიგზავნე ყველაფერსო ჩავდი ტიკებსო და მომზადებული ვარ მოსული. ცერათითი გიხდეს? კარგი ხარ. იცი რა ქენი ხა აი ბებიები რო შვებიან ხომ ესე საჩვენებელი იმენა გრძელიც არის, ხო? ანუ აი ამაზე მეორესთან შედარებით გრძელი, ხო? იცი რა არის შემდგენ დაახლოებით რამე თემა თუ არის რაზეც აი მაგალითად მითხარი და შეიძლება რაღაც ამოვარდეს რომ მითო გითხარი ანა აი ვიქნებდი რაღაცებს რა მომიგია რა კარგი მასალაა ჩემი ვლოგისთვის კატალოგი და ყავს. კი შეიძლება პატიცთან. უზარი გადამ წინაზე ჰიტა. როგორ მასთან მოგალეთ კატაზე ხოთაზე მეორე ნახე. რა ბუზიში ვაი მივხვდი რომ აბა მაგ სახში არ გავაშერებ უბრალოდ მეპატის გამოიცხული. ზაღლებს ვაჭმევდი ღირსია რა. მართლაც ერთადერთი ნაჭამი. ტოქსიკური ურთიერთობა გაქვს კატასთან. არა, რა შეიძლება ტრანსფერჩი ვინც მე მეხება რა. ერთადაც ვერ კითხავს მუხარჯა. არ მეც მსხვერპლი აი ძალიან ეგოისტი ტიპი. რატო ვერავის ვერ იტანს ვერ ჩემს სოლს, ვერ ჩემს შვილს, ვერავის. მეგობარს ვინმე რომ მოვა და მელაპარაკება, ეს იწყებს თხნავით. მართლა თხნავით. ესე გოგოა? გოგოა? ნანა, დედაჩემ ხო როცა როგორ არის? ზაღლი არ ყოლია სპორტში. ხო, ეხა გააჩო. თოგორო მოვიყვანეთ. ხო, აჰა თქვენ. თავიდან ესე იყო. ხო, რა აი ადროს ზაღლი იყო დედა ეხა. ბეწვებს დაპარის. ხო, ხო, მისია, ხო? მისია, ხო? აჰა, ясно, შეჩე. რა საყვარელია, გმიყარგა. ამ ხოცხალ ქათამს შეიძლება მეგობრები უკარო დავიჭერდი ხელში ესეც ისე იყო აღარაცავენ. დავიჭერდი ამ ქათამს ფეხები ქათამს რომ დაიჭერე და ამოძრავე გეკნევ თავს ეს ერთად ნახე. თავს ეს ვარ. ამ ქათამს აი თავი ამ ახალ ბუჩინოს. ამ ხალხი ჩამოვაცი ეს თავი ორი საათი ისედება იქედა. და ბიჭოსაც ხალ ქათამს ისეზე კონდა და ამაში ადამიანები ლაპარაკობდნენ. ცხოველ და უფლებებზე და რაღაცებზე ლაპარაკობდი და მე ბოლოს უკვე მინდოდა რომ ვიღაცას ეგ რეაქცია ქონოდა რომ აგით ეხა რა კათამი რა ყვანს რომ მოგაფერებინებს რა ამას ხომ მიიღებს და მე ეგრე თბა აი просто თუ ჩემთან თვითონი კონტაქტში შემოხდა ლაპარაკობთ და ისე ხნამის ვარ აი вообще пиздец განა იმ ეგეთი თვითონ კი არა იმიტომ აციებული არა იმიტომ ჩემი ჩაია და იქ უნდა ჩაყოს ენა როსო ჩაი ფეხებზე კიდევ არ უყარს ჩაი მაგრამ აი ნუ კარში ხო მე დავდე საწოლთან თავთან ხო დავიდე და იმან უნდა ადგეს და რაც უნდა ის უნდა ქნას რა ჩაიდალია კალაკიანური აბამასუკო ბიჭო ახლა დებილი გავფაქტერო იქ უდრეს რა გავფაქტე და დებილებით მიყვეს როდეს ვერ მიუსწარი რომ ტლიკავს რა უყურე ბიჭო გაჩვენე დასწორს ჩაი მაგ ბიჭო უკან მიდევს ჩაი აი ჩაი და სვანს ანუ ჩაის და დავაწმუნე. არაფერი არ აკლია. ეს მზად არის, წუხანდელი. ძალიან კაი. სუნი აქვს. ამას უმატებთ ხა ბერძნული ოგურს 0%-იანს. ერთ აი მას რა, სუფრისკოს. და ზევიდან მოვაყაროთ. ხوان სულ 2-3 ლოკმა უნდა შეჭამ. არ ჭამე თუ გინდა უბრალოდ მე ვარჯიშზე. კაია. მე მომეწონა. რაღაცა შეიძლება რა, ან ბანანი, ან სოლო. ნახევარი წელი შეიძლება აი ამ ხელაჭექაში მე-4 ბანანი. მოჟოლო შეიძლება. ხო, ჟოლო. მოცი შეიძლება. მე კაია.
ეს არის ყველაზე კაი ჯერაც გაიკეთებია ეგეთი დილის გამოხმარებელი კი არა და საენერგიო სნეკი. ხო, კაია ეს. თან ეს ბერძნული ოკუპაცია ცივი და ესეთია, კაია. აი ხა შეჭამეთ ორივე მაიამის ნახევარი. ხო, მაგრამ ისეთი რაღაცაები აქვს, რომ ძალიან განაყრებს რა. მაგიტო არის, რომ ესეთია ნოყიერია და თან არ გჭირდება ბევრი სჭამა, რომ დანაყრდეს. ჩვენ რაც აქ ვარ ტუალეტში ის და ავადებს, ხო? არ შეიძლება. ალფი? ის ის ხოლმე. ახლა გადავიღებთ ალფის ტუალეტში ეს მოწესრიგებს. კაი, არ დამოგვიანდეს, მაგრამ ხო, არ დამირავია. კაი, აცხადე, ტუალეტში შემოგივარდეს უმეტესია. ძალიან მძიმე ვარჯიში დაგვიწერა დღეს ტრენერმა. კი, აინაღურება. სათხარ? მე მგონი, აი ხა თუ მოგცა ენერგია საკმარისი შენმა. ეს ერთვა თუ არ დავყარა. აი დღეს ვაკ ესე იგი. გახურება 5 ბარფი, 15 სკვატი და 30 ჯამპინგ ჯეკი. 5 რაუნდი. მერე გავხურდებით. 10 რაუნდი არის. საფხულია ამასობაში. ხო, და აი ხო ცხელა ის საწამო. და რო გავხურდებით, მე არის 10 რაუნდი, ესე იგი ხელში გიჭირავს ორი მძიმე განტელი, რაც შეიძლება მძიმე. გადახვიდე 5-ზე, ეგეთი გააკეთო დაბლ პრესი, გადმოხვიდე გააკეთო დაბლ პრესი, ესე 10 ჯერ და მე 10 პრესი. და ეს მეგაკეთო 10 რაუნდი. 10-იანებით დავიწყებ ალბათ. 10-იანებით მე ვაპირებ დაწყებას და რა უბრალოდ არის. მილიონებითაც ვიყო. სამი რაუნდი გავაკეთეთ და ძალიან ცუდა თუ არ თუ ყვა. თუ გადავშორეთ. 10 რაუნდი თუ არ გავიდა. აი ეს არის კროსფიტი. 10 რაუნდის ფსიქოლოგი არის. მე 5-ამდე უნდა მე 5 რო გააკეთე. მე დავდა თერეკროს შუამდე მიხვიდე. ნახევარი გავლილი გაქვს და აი მე 6-მე ძალიან ძნელია. მე 8 და უკვე მე-9 ისე ბოლოებია. ანუ სწონას უმატე. მაგრამ მე ბოლოებია. დავაში. მეექვსე. დაჩე 3. 6-7-8. 3 და შეწონის გაზრდამდე. ხო, მე მე-19-ია დიდა წონას დიდა. მე უჩენთი. დორების შანსია. მარა დავამთავრეთ. აი, წავედით. პრესები გიჭირს? პრესებზე ანუ გონებაზე აღარ ვარ. გამოვიდა ხალხი იოგადან ადამიანის სახით ასენებულები ამაზები ბედნიერები კალორები არ ვიცი რატომ მაგრამ მე-7 მე უფრო ადვილია ვიდრე მაგალითად მე-4-5 რატო არ ვიცი მაგრამ ეხა ეს ბოლო ყველაზე არ გამიადგა მაგრამ ამერიკას მიჩვეული ვარ მე просто მე ბოლოს გიждები ალბათ და მაგით მაგრამ რა შეიძლება მე-7 უფრო ადვილი იყოს ვიდრე მე-4 მეტყვი რა ხდება მე თლიანად აკეთებ ტექნიკის ხარჯზე რა ძალა ვაფშე აღარ გაქვს ხელებში და ახლა დემოპრესის სპეციფიკა რა არის რომ აქედან უნდა აიქნიო მაქსიმალურად რა და ადრე თუ რაღაცა ანუ თავიდან თუ ძალას ახმარდი ხელებისას ეხლა ძალა აღარ გაქვს და თლიანად ინერციით აკეთებ რა აგრე ამას მიხსნის თავიდან ინერციით რო ვქნათ ხო და ვერ აკეთებ ჯანი როცა გაქვს და ძალა გაქვს ну
ეგრე მიდის ბუნებრივად. აი ხა ტელეფონი მიჭირს დავიღალე უკვე. რა? დავიღალე ტელეფონი რომ ხო, აი, იმდენად არ გიგზავნა, რომ განტალიგა ტელეფონი ძლივს გიშურა. დაგჭა 1 და მე ადვილი 2. ხო, მე წონების მომატება. ვეცდები რომ 10-იანებით გავაკეთო, არ ვიცი რა გამოვა. 12-იანით. მე 10-იანი. 12-იანი. 12-იანი ვერ გავაკა, ვერავარ 5-ზე, მოვიტახავ ფერს. 15-იანებით ადიოდი. წინაზე. გაიჭედე. ათი რაუნდი. ამ წონით პირველად გავაკეთე. დევი პრესი. მართლა დევი პრესია. მე გაისახელი. ეს უფრო გაზღაბა თუ ისა თრასტერი. Здравствуйте. Значит, это дევი здравствуйте. Здравствуйте, подожди, მაგრამ მითხოს დიხანიაზე, აი. ეგრე მედის ყოფას გიყავს. мотивაციას გიყავს. ეგრე. მე ეგრე მიფუჭებს ხასიათს ვოლბოლი. დარჩა? გაწევა. თავის ადგილზე დავაბრუნოთ ყველაფერი. დავაბრუნება თავის ადგილზე და მე გაწევა. ხო, ხო, განაუდაურე ყველაფერი. აი, მე დაყალილი გვაქვს ყველაფერი.